როგორც ყველა სახელმწიფო საზღვარზე არსებობს ბლოკპოსტები, სადაც მესაზღვრებით განან და აკვირდებიან საზღვრებს მტერი ხო არ მოდის შორიდან რაღაცა. ეგრე ჩვენ პლანეტას პლანეტარული ბლოკპოსტები უყენია, ესეთი როგორცაც ახლა ხედავთ ჩვენს უკან, სადაც მუშაობენ დედამიწელი კოსმოსური ყარაულები. ანუ ყარაულები, ადამიანები, მესაზღვრეები, ვინც ყარაულობენ კოსმოსურ საზღვრებს, რამე ხო არ გვეტაკება, რა მოდის ამ კოსმოსიდან დედამიწის მიმართულებით და სანამ ჩვენი ყოველდღიური საქმეებით ვართ გართულები, ჯარსებობს პლანეტაზე ხალხი, ვინც ამ დროს აკვირდება უსასრულო ოკეანის საზღვრებს ჩვენს თავზევით და ჩვენს თავს ქვევით და ჩვენს გარშემო რა. ესეთი ერთ-ერთი ბლოკპოსტი არის საქართველოში, ანუ აბასთუმნის ობსერვატორია, სადაც ახლა ვიმყოფებით და მინდა გაგაცნოთ ჩვენ ახლა 30 კილომეტრი წამით მფრინავ სივრცეში, ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვაგრძნობთ, იმიტომ რომ მთლიანად თეთრი დედამიწა მისვლის. იქ არის ისეთი ქვების დაფრინავენ, რომელთა ზომები არის 50 მეტრი, 100 მეტრი, 500 მეტრი და 1000 მეტრიც. ხო, ეს უკვე საფრთხეა. ჩვენ მუშაობთ, ჩვენ ვაკვირდებით მაგ ტელესკოპზე, აი მფრინავ ქვებს. მაახლოვებთ დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდებს და ასე შემდეგ. აი მაგაზე მე სარგი ვილაპარაკოთ. ანუ ჯერ აღთან სიბნელე რა არის, ან იდეაში ხო არის მიმართულება რომ ყველაფერი უნდა განათდეს რა და სიბნელის განდევნა ხდება, ხვდები? და ამ სიბნელის განდევნასთან ერთად ხდება იმ ადამიანების განდევნათ, რომლებიც თქვათ რომელთაც ამ შუქში ყოფნა არ უნდათ რა, იმიტომ რომ თქვათ ხვდებიან რომ ფეიქი არის და თქვათ ჭრილი არსებობს რეალურად შეუძლებელი ჭრილი გააქვს, ხვდები? ანუ ჭრილზე თქვათ ამდენი ძალადობა არ შეიძლება, სიბნელის ძალადობა არ შეიძლება და ვინც ამას ხვდება, ანუ იმისთვის თქვათ აი შუქში ყოფნა შეიძლება უკვე არასასიამოვნოც და პირიქით ანუ ისიც კი ის გაუჩეს აგრესია რომ არ მინდა შუქში ვიქნები სიბნელეში რა და ცხოვრობს ადამიანს სიბნელეში რა იქიდან გამომდინარე რომ მისთვის ეს არის უფრო ქვია მაგას არ ვიცი მისაღები თქვა და შესაბამისად ესეთი ადამიანები თქვა იმ სინათლის დემონებისათვის ცოტა მიუღებელია იმიტომ რომ ისინი სიგნალებს ხედავენ, თქვა, შეუძლიათ ჭრილების დანახვა და ასე შემდეგ, ხო? თან გამომდინარე, განდევნვა ხდება და სახელსაც კი უფიქრებენ მათ, რომ თქვა, ესენი არიან, თქვა, ვამპირები, რომლებიც ღამე არსებობენ. და ესეთი ადამიანები საშიში